არის საქართველოში ერთადერთი 1971 წლის Ford Mustang 351 Plus. ეს მოდელები გამოდიოდა 1971-73 წლებში და ეს მოდელი წინა მოდელებთან შედარებით არის უფრო გრძელი, არის უფრო ფართო და არის უფრო მძიმე. მაგრამ ამ ყველაფერს ჰქონდა თავისი მიზეზი. კონკრეტულად კი, როდესაც ქმარი მიიყვანდა ამ მანქანას სახლში და ცოლი გამოვარდებოდა, რომ რატო იყიდე ეს სპორტკარი Ford Mustang-ი, ხო ყველამ ვიცით, რომ არაფერში გამოსადეგარი არ არისო. გასამართლებელი საბუთი იყო ის, რომ ამ Mustang-ში ყველაფერი ეტევა, ანუ შეგიძლია ოჯახის წევრებით ჩასვა, ხელბარგიც ჩატენო და შენთვის მშვიდად ცოლთან ერთად გაუდგე გზას. უფრო საინტერესო კიდე ამ Mustang-ში არის ის, რომ Mustang-ებს ხო ახასიათებთ ყოველთვის გრძელი ძრავსახუპი, ანუ კაპოტი. აქ კიდე უფრო გაადიდეს იმის გამო, რომ ძრავი არ ეტეოდა ფიზიკურად. აქ დაახლოებით ეხლა რო წარმოიდგინოთ და მარტივად რო აგიხსნათ, 2 ცალი პური ჯეიზი ჩავა თავისუფლად. ეს მოდელები გამოდიოდა ძირითადად 3 ტიპის. ეს იყო hardtop-ი, fastback-ი და კაბრიოლეტი. ვიცი რომ ამ სიტყვებიდან მხოლოდ კაბრიოლეტი იქნებოდა თქვენთვის ნაცნობი, ამიტომ გეტყვით რომ hardtop-ი არის უფრო დაახლოებით მოოთხკუთხედო უკანა ნაწილის მქონე ავტომობილი, ეს არა, ხოლო fastback-ი არის უფრო სპორტულ სტილში, რომელიც უკანა ნაწილი ჩადის ნელ-ნელა დაბლა. ამ შემთხვევაში ეხა ამ მანქანაზე არის რაღაც ჰიბრიდული ვერსია, ანუ გარედან არის fastback-ი, თუმცა უკანა შუშა არის hardtop-ის ჩასმული. ძალიან დიდი მადლობა Mustang Team of Georgia-ს, რომ დაგვითმოეს არაჩვეულებრივი მანქანა და ძალიან დიდი მადლობა რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომს, სადაც ვიღებთ ჩვენ ამ ყველაფერს. ეს ვინაა? ეს არის 2014 წლის Ford Mustang. 5-0, 420 ცხენის ზალით. მაგრამ საინტერესოა, რამდენად სწრაფია Beber Mustang-თან შედარებით. თორმუზი საერთოდ არ გააჩნია, ანუ სიჩქარეს რო აიღებ, არავინ არაა შენი გამჩერებელი, არც ბეტონი. სკამებს თუ დააკვირდებით, არანაირი გვერდითა ბალიშები არ აქვს, რაც ადრენალინს კიდევ უფრო მატებს, იმიტომ რომ კაცმა არც ის ისვრის მოსახვევში. საჭეს უნდა მოეჭიდო. სხვა გზა არ არის, მაგრამ მაინც ვარდებით მოსახვევში. შანსი არ არის. უნდა გქონდეს ზურგის კუნთები ძალიან განვითარებული, რომ ამაქანი ძალიან კარგად იარო მოსახვევში. ამ მოდელებში გამოდიოდა სხვადასხვა ძრავები, ანუ ძრავის კუბატურები იყო სხვადასხვა. და ეძახდნენ 250, 302-ს, 351-ს. ყველა მათგანს ეწერა CI და ეს CI ნიშნავს cubic inch, ანუ ამერიკულად კუბური ინჩი. ევროპაში და საქართველოში ვეძახით ხოლმე ამას როგორც ყოველთვის ლიტრაჟობას ან სანტიმეტრ კუბს. ყველა ძრავში იყო სხვადასხვა მოდიფიკაციები, განსაკუთრებით აღსანიშნავია 351 მოდელი, სადაც იყო ორი ვერსია. ცხენის ზალებში იყო სხვაობა, ჰქონდა ჩვენ 240 ცხენის ზალიანი ვერსია და 285 ცხენის ზალიანი ვერსია. და რითი განსხვავდებოდა ეს ყველაფერი? ეს ძრავები არის კარბურატორი და 240 ცხენის ზალიან ვერსიას ჰქონდა მხოლოდ 2 ნახრეტი ბარელი, როგორც ეძახიან ამერიკაში და უკვე 285 ცხენის ზალიან ვერსიას ჰქონდა 4 ნახრეტი. ანუ წარმოიდგინე 2 ნახრეტის დამატებით ამოიღეს 45 ცხენის ზალა. და ეხლა ჩვენ ვაპირებთ Mustangs, ოღონ ახალ Mustangs, რომელიც ეხლა ნახეთ კადრებში. დაუდგეთ და რეალურად ვანახოთ ძველი Beber-ი მგელი Mustang-ი რას შვება. დაახლოებით 2-ჯერ მეტი ცხენის ზალა აქვს იმ Mustangs, ვიდრე ამ Mustangs, მაგრამ ფარხმალს არ დავყრით. და ვანახებთ Beber ამერიკულ პუნქტებს. ჩვენი უზარმაზარი ძრავის ხუფი
იგივე კაპოტი როგორც ყველა ვეძახით და აქ არის ჩვენი V8 ტიპის 5-0 ძრავი. აღსანიშნავი არის ის, რომ ხვალშიც მოგხვდებოდათ, ეს არის ჰოლის კარბურატორი, ანუ როგორც ჩვენ ვეძახით ხოლმე aftermarket-ია, ანუ შეცვლილია და ეს ხდება იმისთვის, რომ როდესაც ამერიკაში ჭირდებოდათ ამ წლებში ცხენის ძალების მომატება, კარბურატორს აყენებდნენ ისეთ, სადაც შესაძლებელი იყო პარამეტრების გასწორება. ანუ წვრილი პარამეტრები აქვს, ამას დღეს როგორც ნასტროიკას ვეძახით ხოლმე და კომპიუტერით რო ვასწორებთ ხოლმე რაღაცებს, იმ წლებში აქ ტიპი მოდიოდა, თავის პატარა თითებს ამაში ყოფდა და ასწორებდა ცხენის ძალებს. როდესაც ეს მანქანა გამოვიდა, იმ დროს იყო ძალიან ძვირი დაზღვევა, ძალიან ბევრი რეგულაციები იყო, რის მიხედვითაც უწევდა დამატებითი გადასახადები და ეს მოდელი რო გამოუშვეს, საერთოდ არ ზრუნავდნენ მაღაზიაზე. ამიტომ 72 წელს მოუწიათ ეგრეთ წოდებული დეწიუნი, ანუ ცხენის ძალების დაგდება და მაგალითად 240 ცხენის ძალიანი ვერსია, რაც იყო ამ მოდელებში 2 ბარელიანი 351 ძრავის ვერსია, ჩამოვიდა 177 ცხენის ძალამდე. ეხლა კი დროა გადავიდეთ 402 მეტრზე, სადაც შევამოწმებთ ამ მანქანის დროს, ჩავსვათ ჩვენ ლიდერბორდში და ასევე ვნახავთ 100 კილომეტრს რამდენ ხანში კრებს. იგივე ჯანზე არის თუ არა, როგორც 52 წლის წინ. დრაგის ხაზამდეც მოვედით. ეს მანქანა 100 კმ/სთ უნდა ანვითარებდეს 7.9-დან 8.4-მდე, ხოლო 402 მეტრს უნდა გადიოდეს 16.3 წამში. მოდი შევამოწმოთ რეალურად ამ მანქანის შესრულებები დღეს 52 წლის შემდეგ. შეუძლია თუ არა იგივე მონაცემების დადება. მაგრამ პირველ რიგში უსაფრთხოება. ჩვენი უსაფრთხოება ამჯერად მაღლა არ არის დაბლა განთავსებული. ჩვენი ღვედი, რომელიც მხოლოდ წელს გვიჭერს და საერთოდ არ აინტერესებს ავარიის შემთხვევაში თავს გავიქნებთ თუ არა წინ. მაგრამ შევიძლებით 402 მეტრი ვიაროთ ნამდვილი ამერიკული ცხენებით. აქ დაждდა მწოდა. მიდი. ცხოველი. ამ დროს უნდა ვაკეთებდე აი ამას. მანქანა უფრო წავიდა. დავარია ბოლოში დავატორმოზებ თუ არა. რაღაცები გძრება და აი ჩვენი 402 მეტრიც აქვე დასრულდა. პირველ რიგში მე ძალიან მიხარია ის, რომ მანქანა საბოლოო ჯამში მივიდა ხაზამდე. ჩვენ ცოცხლები ვართ და ვაგრძელებთ ვიდეოში აწერას. ეხლა ვფიქრობდი იმაზე, რომ წინა ძრავს ახობით რომ აგვეხადოს, გონია რომ თელ მანქანას წაიღებს. დაჭერამდე ბენზინის მაჩვენებელს უყურებდი, იყო დაახლოებით შუაში და ეხლა დაახლოებით 1/4 გვაქვს დარჩენილი. თან გზასაც ვაკვირდები, რომ ბენზინი არცად არ ასხია და სად წაიღო ამ მანქანამ ამდენი ბენზინი წარმოდგენა არ მაქვს. მოკლედ, რამოდენიმეჯერ გავზომეთ დრო, საუკეთესო დრო დავაფიქსირეთ 17 და 90. ცოტათი ნელია ეს ვიდრე ქარხნული, იმიტომ რომ ალბათ ყველაფერი მოქმედებს სიძველე. ხოლო 100 კილომეტრი ავიღეთ 10 და 93-ში, დაახლოებით 11-ში. და ესაც ჩვენი ლიდერბორდი. სამწუხაროდ აქ ვერ მოხვდით. ყველა ავტომოყარულს გვახსოვს გატაცება 60 წამში, სადაც მთავარ როლს ასრულებს ნიკოლას კეიჯი, ხოლო მთავარი როლის შემსრულებელი ავტომობილი არის Shelby GT500. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს ფილმი არის რიმეიკი. და 1971 წელს, როდესაც ეს მოდელი გამოვიდა, 3 წლის შემდეგ, ანუ 1974 წელს, გამოვიდა ნამდვილი გატაცება 60 წამში, სადაც მთავარ როლს ასრულებდა ეს მანქანა და ნამდვილი ელეანორას ტრაკი გახლავთ აი ეს. გაცვეთილ და დამწორ საბურავებს ჭირდებათ შეცვლა. რაშიც ჩვენი მეგობარი კომპანია შენინგს დაგეხმარებათ. პრომო კოდით ხერო მიდიხართ სამგორის ქუჩა ნომერ 2-ში და ნებისმიერ საბურავს იღებთ 25%-იანი ფასდაკლებით. ეხლა ყველა მიცით, რომ ეგრეთ წოდებული დანლის ანთება, ანუ მაშუკის ანთება, ყველა ნამდვილი მამაკაცი ვაკეთებთ ძირითადად 2 თითით. აი, ესეთ მოძრაობას ვაკეთებთ, ხო? მაგრამ 52 წლის წინ ნამდვილი ამერიკელი მამაკაცები მაგ ყველაფერს აკეთებდნენ ფეხის თითებით. და ეხლა განახებთ როგორ. მაღალი მაშუკა, დაბალი. მაღალი, დაბალი. მოკლედ, აქვე მინდა გითხრათ, რომ ამ ავტომობილის ბევრი დეტალი ახლა არის მექანიკური, ანუ გულისხმობ ფანჯრების აწევა, დაწევა, თუმცა მაგ წლებში, წარმოიდგინე 1971 წელს, გქონდა ოფშენი, ანუ ვარიანტები, რომ თანხა დაგემატებინა, მაგალითად და მანქანა გეყიდა ელექტროშუშებით, ასევე ჰიდრავლიკით და ასევე კონდიციონერით, რაც იმ წლებში იყო ძალიან იშვიათობა და ძალიან ლაქშერი ქარად ითვლებოდა ეს პაკეტი. წინა ვიდეოში ჩვენ Delphi Motors'ისგან ვათამაშებდით პოლირების ვაუჩერს. და მოდი ახლა გამოვავლინოთ ჩვენი გამარჯვებული. ამასთანავე გამარჯვებულს უნდა ქონდეს გამოწერილი არხი და თქვენს გაითვალისწინეთ, რომ შემდეგში გათამაშებებს რასაც ჩავატარებთ, ყველა უნდა იყოთ ჩვენი გამომწერი, ისე ვერ მიიღებთ პრიზს. ჩვენი გამარჯვებული არის ლუკენცო 707
გამარჯვებული უნდა შეგვიხმიანოს Instagram-ზე ან Facebook-ზე და დანარჩენ დეტალებს გავაცნობთ პირადად. ძალიან ბევრი რაღაცაზე იფიქრეს მაგ დროს, მართლა ძალიან კმაყოფილი ვარ და გვზნობ რომ 52 წლის წინ მართლა თავი აიტკიეს, მაგრამ რაც გამოგჩათ იყო, აი ეს სკამები, რომელიც ამ შემთხვევაში არც უკან გადადის და საერთოდ არ აქვს გვერდითა ბალიშები. ანუ, როდესაც სკამში ზიხარ და ცოტა სპორტულად გინდა მანევრის ჩატარება, არაფერი არ გიჭერს. მხოლოდ და მხოლოდ იმედი გაქვს საჭის, რომელსაც მთელი ძალით უნდა მოიჭიდო და იქამდე გაძლევს, სანამ ხელის ძალა გეყოფა. წეღარო ვიძახდი, ძალიან ბევრი რაღაცაზე იფიქრეს თქო. მათ შორის იყო ძალიან საინტერესო ერთი მოდელი, Fastback-ი, რომელსაც ჰქონდა აი ესეთი დიდი შუშა აქ და რა გათვალეს. უკანა სავარძლების გადაწევა შეგეძლო მთლიანად, ხდებოდა აქ მთლიანად ლოგინის ფორმა. წარმოიდგინე, მანქანაში შეგიძლია შეწვე, ზემოდან გაქვს უზარმაზარი პანორამა და შეგიძლია დატკვე ღამის სიჩუმით. ყველა ვნახეთ, რომ ტექნიკურ საკითხებში აშკარად სჯობს ახალი თაობის მუსტანგი. მაგრამ რასაც ვერ გვაძლევს ახალი მოდელები და რასაც გვაძლევს ეს მუსტანგი არის ემოცია.